დავიწყოთ პირველი სლაიდით. რატომ სამეცნიერო ფანტასტიკას ვაანალიზებთ, როდესაც ვლაპარაკობთ ქალთა რეპრეზენტაციაზე? თვითონ შედარებით ლიტერატურათმცოდნეობის შიგნით სამეცნიერო ფანტასტიკა განიხილება ძალიან ბევრი კუთხით: სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ეს არის ერთგვარი სარკე, თუნდაც შავი სარკე, რომელიც გვანახებს რაღაც მნიშვნელოვანს იმ პერიოდზე, უპირველესად იმ პერიოდზე, რომელშიც ტექსტი დაიწერა, თუმცა რა თქმა უნდა, რაც რო გადის, თუ ღირებული ნაშრომი არის, ნაწერი არის, ნაწარმოები არის, მეც ინარჩუნებს აი ამ სარკის ფუნქციას და თუ დავესაწყებთ დღეს მინიმალურად და იმას შევამცირებთ თეორიულ ნაწილს და პრაქტიკულ მაგალითებზე გესაუბრებით, რადგან მგონია რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო ჩემი მხრიდან საუბროდ, თუმცა რაღაცა კონტექსტით რო შევქმნათ, რატომ განიხილება გენდერის კვლევის კუთხით სამეცნიერო ფანტასტიკას ნოყიერ წყაროდ, აქ დავესესხები ამ სამეცნიერო ფანტასტიკის კვლევის შიგნით ცენტრალურ ფიგურას, რომელმაც დაიწყო სერიოზულად შემოიტანა აკადემიაში სამეცნიერო ფანტასტიკის კვლევა, ეს არის დარკო სუვინი, რომელიც ამტკიცებს და მეც სრულიად ვეთანხმები, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა თავისი ფორმალისტური თვისებებით, ანუ იმის და მიუხედავად რა აქვს მწერალს განსაზღვრული, თავისი ფორმალისტური თვისებებით აპრიორი ამბობს რაღაცა კრიტიკულს იმ თანამედროვე ემპირიულ რეალობაზე. თუ ეს utopia არის და დადებითი utopia არის, მაშინ გვანახებს იდეალურ სამყაროს და მკითხველი თავისთავად ხედავს რა აკლია მის სამყაროს იმისთვის, რომ მიეახლოს ამ იდეალურობას, ხო? და თუ dystopia არის, მაშინ ხედავს იმ ბოროტებათა ჩანასახებს, რომლებმაც ამ შაბნელ რეალობამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, სამეცნიერო ფანტასტიკა ყოველთვის ამბობს რაღაც მნიშვნელოვანს აწყოზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ აი იმ პერიოდიდან, როდესაც ჟანრად ჩამოყალიბდა სამეცნიერო ფანტასტიკა და ამ პერიოდს უკავშირებენ დასავლეთში, დასავლეთცენტრული ხედვით უკავშირებენ 20-იან წლებს, გასული საუკუნის 20-იან წლებს, როდესაც გამოვიდა ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული pulp ჟურნალი, სადაც ძირითადად იბეჭდებოდა სამეცნიერო ფანტასტიკური და ჰორორ, ან დღეს რო ჟანრულ ლიტერატურას ვეძახით, ცოტა უცნაური ტერმინი მგონია, მაგრამ გამოვიყენოთ, რადგან დამკვიდრებული არის ჟანრულ ლიტერატურას ბეჭდავდნენ და ძალიან ბევრი ცნობილი მწერალი ზუსტად აი აქ გამოჩნდა, ჰიუგო გენსბერგის ან კემბელის სახელები ალბათ თქვენთვისაც ცნობილია და ეს არის ჟურნალები, შეიძლება ყდებიც გინახავთ, Amazing Stories, Astounding Stories, სადაც ძალიან ისეთი pulp, რასაც ქვია, ხო, რაღაც არაპოსტმოდერნულად რო ვთქვათ, დაბალი დონის ხელოვნების ხო, რაღაც სამაგალითო ნიმუში, ხო, რაღაც ჭრელჭელაფერები, მოშიშვლებული ქალები, რომელსაც უცხო პლანეტელებს ხალხში ატატებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა არა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მწერალთა უმრავლესობაც და მკითხველებიც ძირითადად კაცები იყვნენ, თუმცა აი დაწყებისთანავე ასევე გამოჩნდნენ ქალი მწერლები და რა თქმა უნდა ამ ჟურნალებს ყავდათ ქალი მკითხველებიც და შემოიტანა ქალის პერსპექტივა, როგორც ყოველთვის, როდესაც რაღაც განსხვავებული პერსპექტივა რო შემოდის ნებისმიერ დისკურსში, შემოიტანა ახლებური ხედვა აი ამ ჟანრშიც, რომელიც აი ასე ცალკე მიმართულებად შემთხვევითი არა, რომ 20-იან წლებში ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ეს იყო პასუხი ძალიან ასწრაფებულ ინდუსტრიალიზაციაზე და ტექნოლოგიურ განვითარებაზე, როდესაც ადამიანმა დაიწყო აი დღესაც უფრო და უფრო სწრაფდება, ხო, დღესაც ამ მდგომარეობაშია, რომ ვეწევით, ხო, ამ ტექნოლოგიურ განვითარებას, ჩვენი ცნობიერებით, ჩვენი ყოფით, ჩვენი ყოველდღიურობით, ის გარდაქმნის ჩვენგან დამოუკიდებლად რაღაც ჩვენს რეალობას და მე ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, გავაცნობიეროთ და ექსტრაპოლაციაც მოვახდინოთ, ხო, ანუ გარკვეულწილად შევამზადოთ საკუთარი თავები იმისთვის, რა მოხდება მომავალში, ხო? და ქალებმა შემოიტანეს თავიანთი პერსპექტივა, და აი ეს ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც ძირითადად ამ პერიოდში ძალიან პოზიტიურად და ოპტიმისტურად იყო კაცების მიერ დახატული, შემოიტანეს უფრო კრიტიკული ხედვა და ასევე აი პრიზმაც, რომლითაც უყურებდნენ, გადმოიტანეს ასე რომ ვთქვათ, საჯარო საზოგადოებრივი სისტემებიდან გადმოიტანეს პირად სივრცეში და დასვეს კითხვა, რა ემართება ადამიანს
აი ასეთ აჩქარებულ ტემპიან პროგრესში, ტექნოლოგიურ პროგრესში, ხო? რა ხდება ოჯახში, ხო? პირად სივრცეში რა ხდება, როდესაც აი ეს ტექნოლოგიები ხდება ყველგანყოფი, ასე რომ ვთქვა. თეორიას შევეშვები და ძალიან მარტივად ერთი მაგალითით განახებთ რა იგულისხმება ამ განსხვავებულ პერსპექტივაში და ეს არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი ჯუდიტ მერილი, რომელიც სამწუხაროდ რამდენადაც ვიცი ქართულად ნათარგმნი არ არის და ძალიან დასანანი არის და მის ერთ-ერთ სულ არის თქვენ 7 თუ 8 გვერდიანი მოთხრობა არის თუ სწორად მახსოვს, არის დაწერილი 1948 წელს და ჰქვია That Only a Mother. ქართულად შეგვიძლიათ თარგმნოთ მხოლოდ დედის თვალით ან დედის თვალში. რადგან წელი ვახსენე 48 წელი, არ გაგიკვირდებათ, რომ თემატიკა არის რა თქმა ატომურ იარაღზე, მაგრამ გვაძლევს ძალიან განსხვავებულ პერსპექტივას. კერძოდ ის საუბრობს ატომის გამოყენების საფრთხეებზე ერთი ბინიდან გამოუსვლელად და იმ ბინიდან გამოუსვლელად, რომელშიც ცხოვრობს თავდაპირველად ფეხმძიმე ორსული ქალი და შემდეგ ეს ორსული ქალი აჩენს შვილს და მთლიანი მოთხრობა შედგება წერილებისგან, რომელსაც ეს ქალი მეგი უგზავნის თავის ქმარს ჰენკს, რომელიც არის წასული საიდუმლო მისიაზე და ნუ ხვდებით კონტექსტიდან რომ ეს მისია არის დაკავშირებული სწორედ ატომური იარაღთან და რაღაც ცდებთან, ატომური იარაღთან დაკავშირებულ ცდებთან და ამ წერილებში თავიდანვე ჯერ კიდევ ორსული რო არის მეგი იგრძნობა გარკვეული შფოთი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ჯანმრთელი დაიბადება ბავშვი, იმიტომ რომ ეს არის პოსტატომური რეალობა და არის გახშირებული მუტაციები და მუტაციებით იბადებიან შვილები და უკვე მეორე ნახევარში მოთხოვეთ, როდესაც შვილი ჩდება, მეგი აგრძელებს წერილების გზავნას, მაგრამ აი იმ დაძაბულობაში, რომლითაც ის თავის ქმარს უმტკიცებს, რომ ბავშვს არაფერი არ სჭირს და სრულიად ჯანმრთელი არის, ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ მომზადებას რაღაცა საზარელისთვის და მერილი აი ფანტასტიკურად ბოლო აბზაცში ერთი ხელის მოსმის ჭექა-ქუხილის გავარდნასავით გვიმხელს უცებ რასაც ველოდით ასე ძალიან გულდამძიმებული, როდესაც ჰენკი ბრუნდება სახლში. ამ დროს დეტალებს აღარ მოყვები, იმიტომ რომ ეს ფაბულად საკმარისია და თუ დაინტერესდებით და წაიკითხავთ, სულ რამდენიმე წუთს დაგჭირდებათ მოთხრობის წასაკითხად. და ამ დროს, რა თქმა უნდა, უკვე 40-იან წლებში, 50-იანებში დღემდეც ატომური ბომბის საფრთხეებზე წერა სიახლე ნამდვილად არ იყო, მაგრამ მერილი ფართო აპოკალიფსური პეიზაჟის დახატვის ნაცვლად ხატავს პორტრეტს. ანუ გვანახებს ერთი ადამიანის შინაგან დრამას, პერსონალურ ტრაგედიას და ეს არის დედის ტრაგედია, რომელსაც მის სახლს მიღმა არსებულ კონფლიქტებში, პერიპეტიებზე, ომზე არავითარი გავლენა არ აქვს, ხო? რაც ჩემი აზრით არის უფრო შთამბეჭდავი მკითხველისთვის, რადგან თვით იდენტიფიკაციის მეტ საშუალებას იძლევა, რომ გავაიგივოთ ამ ქალთან, ამ პერსონაჟთან თავი. და ეს არის კრიტიკა კაცების მიერ შექმნილი სამყაროში, რომელშიც ქალს გამკლავების მექანიზმად ერთადერთ კონტროლად გააჩნია საკუთარი აღქმის მანიპულაცია და ის ამავე დროს აქედან გამომდინარე ის ერთდროულად მსხვერპლიც არის ამ სამყაროში, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანიც, რადგან იგი საკუთარი სამყაროს შემოქმედი გახლავთ. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება რომ ქალის პერსპექტივა სხვანაირად დაგვანახოს ტექნოლოგიური განვითარება და საფრთხეები, რაც არის დაკავშირებული ამასთან. რომ გადმოვინაცვლოთ საქართველოში, იმისთვის რომ შევხედოთ როგორი იყო გენდერის პოლიტიკა ამ ტექსტებში, ორი სიტყვით თვითონ უნდა აქაც ისევ კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ, როგორ შეიქმნა, როდის შეიქმნა და რატომ შეიქმნა ეს ჟანრი საქართველოში. პირველი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი დაიწერა, გამოქვეყნდა არასრულად, მაგრამ დაიწყო გამოქვეყნება 1930 წელს, ის ეკუთვნოდა ალექსანდრე აბაშელს, იგივე ისაკ ჩოჩიას, აბაშელი არის მისი პოეტი იყო და პოეტის ფსევდონიმი და ეს გახლავთ ქალის სარკეში და აი ეს წელი რო 1900 ქალის სარკეში ქვია, მაგრამ
ქალი უფრო მოტივაციის წყარო არის ვიდრე წამყვანი პერსონაჟი და ეს თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ემთხვევა აი სოციალიზმის ფესვების შემოღებას და ფესვების გადგმას მთლიან საბჭოთა კავშირში და აი ამან განსაზღვრა სამეცნიერო ფანტასტიკის ბედი საქართველოში, რადგან იგი სრულად მოექცა სოციალისტურ საზღვრებში და მეორე წერალი სხვათა შორის ასევე პოეტი იყო, რომელმაც სცადა ამ ჟანრში ძალები და ეს იყო ერთ-ერთი გამოსავალი, როდესაც რეჟიმის ბრძანება იყო, რომ უნდა გეწერა დადებითი რეალობაზე და 30-იან წლებში დადებითის პოვნა ძალიან რთული იყო საქართველოში. შეიძლება მზერის გადატანა ან მომავალში, ან ტექნოლოგიურად გადასხვაფარებულ აწყოში და ეს იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გეწერა პოზიტიურად აი ამ გამოგონილ რეალობაზე. რაც შეეხება ქალების უშუალოდ ქალების რეპრეზენტაციას ამ თვითონ მწერლების კუთხით მე ჩემი კვლევის შიგნით 17 ავტორი მყავს ნაპოვნი, რომელსაც დაუწერი ამ ჟანრში და აქედან მხოლოდ ერთი გახლავთ ქალი, რომელზეც ვისაუბრებთ აუცილებლად და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ტექსტებში ქალის პერსპექტივიდან საუბარი ნაკლებად არის. თუმცა გვხვდებიან ქალი პერსონაჟები, რომლებიც იჭრებიან კოსმოსში და უფრო პოზიტიურ მაგალითებზე რომ გადავიდეთ, ისინი არიან პროფესიონალები, ასე რომ თქვათ, და არა მხოლოდ მაგალითად რომანტიკური სიყვარულის ობიექტები, მათ აქვთ სტერეოტიპულად ქალისთვის ქალური, ასე რომ თქვათ, სტერეოტიპულად ქალური პროფესიები, როგორიც არის მასწავლებელი, ისტორიკოსი, ბოტანიკოსი, ჟურნალისტიც ყავს ერთი და ექიმიც, ხო? ანუ STEM პროფესიებში ნაკლებად არიან, ერთი-ორი შემთხვევა გამონაკლისი აქაც არის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის, რომ ქალს აქვს უფლება იყოს გმირი. ზოგჯერ ტრაგიკული გმირი, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ გმირი. აი ამ პერიოდის სოციალისტურ სხვა ტექსტებს თუ გადავლებთ თვალს, უკვე ჩანს, რომ აი ეს მცირე მიღწევებიც არის გამონაკლისი სოციალისტური მწერლობისთვის, რადგან როგორც წესი, აი ამ სოციალისტურ და ისტორიულ რომანებში ქალები როგორც წესი არიან მხოლოდ სიყვარულის ობიექტი, უსუსური, დაუცველი, ან თუ დედა არის, მაშინ უკვე გმირი დედა, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს შედარებით კონსერვატიულ საზოგადოებებშიც კი და საქართველოს მაგალითი ამას ამართლებს, სამეცნიერო ფანტასტიკა, როგორც უკვე ვთქვი, იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო პროგრესული რეალობა წარმოისახოს, წარმოიდგინოს და ეს სწორედ ეს არის წარმოდგენა და რადგან წარმოდგენა არის წარმოსახვითი დისტანცია აწყოსა და ტექნოლოგიურად გადასხვაფერებულ მომავალს შორის და ეს დისტანცია რადგან არსებობს არის შესაბამისად ნაკლებად სახიფათო არსებული სტატუს კვოსთვის და შესაბამისად იძლევა მეტ საშუალებას, რომ აი ეს პროგრესული სამყარო წარმოვიდგინოთ, ხო, ეგალიტარიული სამყარო წარმოვიდგინოთ. ისევ და ისევ გადავალ კონკრეტულ მაგალითზე, სადაც აი ქალის როლი ტექნოლოგიის საშუალებით არის წინ წამოწეული და ეს არის ნუგზა რაფხაძავას 1975 წლის კრებულში შესული მოთხრობა ისტორიკოს ასარიტას შეგონება. ეს არის მომავლის დედამიწა, რომელზეც ყველაზე ძლიერი რესპუბლიკა შექმნის ხელოვნურ გონს, ყველაზე ძლიერი ხელოვნურ გონს, ჩვენი ენით რო ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც დაავალებს პრეზიდენტი, რომ შექმნას ერთგვარი ფორმულა და სტრატეგია მსოფლიო ომისთვის. ანუ ფაქტობრივად ემზადება რესპუბლიკა მსოფლიო ომისთვის და უნდა დაიხმაროს გონი იმაში, რომ მაქსიმალურად წარმატებული გეგმა შეიმუშაოს და როდესაც ეს გონი იწყებს ამაზე მუშაობას, შუა მუშაობისას გადაწყვეტს, რომ დაუკავშირდეს ქალ ისტორიკოს ასარიტას და მას კითხოს სწორად იქცევა თუ არა, რასაც აკეთებს. ასარიტას იცნობს იმიტომ, რომ მის შექმნაში მონაწილეობდა 40 მეცნიერი და ერთი იყო ეს ქალი, რომელიც დაამახსოვრდა თავისი პროფესიული გამოცდილებითაც და ასევე თავის ემპათიითაც, რომელიც ასარიტას ჰქონდა და ასარიტა თავის რეალური ისტორიული მოვლენების გაზიარებით გონს დაარწმუნებს, რომ ეს არის ძალიან ცუდი იდეა და ძალიან დიდ მსხვერპლს გამოიწვევს და ამიტომ გონი მოიწვევს ყველა ტექნიკოს და
მასზე ვინც მუშაობდა და პრეზიდენტსაც და თვითგანადგურების სისტემას ჩართავს და მათთან ერთად თვითონაც დაიღუპება. აი ამ მოთხრობაში ეს ერთგვარი სექსისტური დაყოფა, რომ რაციონალობა ეკუთვნის კაცებს და ემოციურობა ეკუთვნის ქალებს, არ არის გაპროტესტებული, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაცმული იერარქია ამ ორს შორის, რომ ერთი უფრო მაღლა დგას ვიდრე მეორე. ამასთანავე კაცების რაციონალობა ემოციურობით არ ბალანსდება, მაგრამ ქალის ემოციურობა არის გამყარებული ცოდნით, ხო? ამ შემთხვევაში ისტორიული ცოდნით. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ის არის, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი ამბობს, რომ მე ფიქრი მასწავლა ფსიქოლოგმა ლაურამ. ისევ და ისევ ქალური პროფესიის მქონე ქალმა ასწავლა ფიქრი, სხვამ ყველა მისცა რაღაცა ცოდნა მექანიკურად, ხო? და აი ამ ფიქრის შედეგად მივიდეს სწორედ ამ დასკვნამდე, რომელიც მე ასარიტამ გაუმყარა. რო გადავიდეთ სწრაფად მივიდე მე კითხვები თუ გექნებათ, კიდე ყავს საინტერესო ქალი პერსონაჟები, შემიძლია კიდე გითხრათ მათ შესახებ, მაგრამ ძალიან მინდა რომ მოვასწრო საუბარი, როგორც გითხარით, ერთადერთ მე ვამბობ, რომ ერთადერთ რომელიც მე ვიპოვე, იმიტომ რომ სრულიად შესაძლებელია თქვენ ახლა დარბაზში ხართ, შეიძლება იცოდეთ, ქალი სხვა ქალი მწერალი, რომელიც 91 წლამდე ამ ჟანრში წერდა, ან თუნდაც ერთხელ დაუწერია და ეს არის 1997 წლის კრებული ირინე ტალიაშვილის ნატვრა, რომელიც შედგება 16 ძალიან პატარა მოთხრობისგან. და ორი კუთხით არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, რომ როცა ქალი წერს სამეცნიერო ფანტასტიკას, ერთი ის თუ რა თემები შემოაქვს მას, თუ შემოაქვს რაღაც ახალი ამ ჟანრში, ქართულ მწერლობაში და მეორე როგორი არიან მისი ქალი პერსონაჟები, ხო? ორივეში არის შეიმჩნევა განსხვავებული პერსპექტივა. ტალიაშვილი არის ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთადერთი წერალი ამ ჟანრში, რომელიც მომავალს ხედავს შავბნელად და დისტოპიურად და მისი თემები მოძრაობს გადა იმისა, რომ პოსტკოლონიალიზმი კრიტიკდებოდა, მაგრამ მასთანაც კრიტიკდება, ასევე ეკოლოგიური თემები აქვს შემოყვანილი, ტექნოლოგიური განვითარება როგორ აზიანებს ბუნებას და ასევე ის საუბრობს ავტომატიზაციისა და რობოტების განვითარების, რობოტების შექმნის საფრთხეზე, ხო? და მისი ენაც აღარ წავიკითხავ, შეგიძლიათ თავად ნახოთ, მისი ენა არის ყველაზე ისეთი ჰორორისეული, ასე რომ ვთქვათ, ხო, რაც საბჭოთა კავშირს ზოგადად ეშინოდა დისტოპიების. 87 წელია უკვე ბოლოსკენ მიდივარდა პერესტროიკა და შესაბამისად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამ პერიოდში სხვა მწერლებსაც არ აქვთ ამგვარი ენა. ტალიაშვილთან არის აი ძალიან ისეთი ღიად ჰორორისეული ენა, როდესაც აღწერს ამ შემთხვევაში ეს არის ერთ კომპანიას აკრიტიკებს, რომელიც თოვლის კაცები ყავს გამომწყდეული და მათ იყენებს საკუთარი მიზნებით და ძალიან აწამებს ფაქტობრივად ცოცხლად ფატრავს ამ არსებებს. რაც შეეხება უშუალოდ ქალ პერსონაჟებს, სამწუხაროდ 16 მოთხრობიდან მხოლოდ 2 არის ქალის პერსპექტივით დაწერილი, ერთი ამათგან არის ბავშვი და მეორე არის ჩემი საყვარელი მართა, რომელიც მგონია რომ არის ქართული საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკის ერთადერთი ქალი პროტაგონისტი, რომელიც არის რობოტიკის მეცნიერი, პროგრამისტი არის და 25 წლის არის, მგონი სულ რაღაც, მაგრამ უკვე ძალიან დიდი მიღწევები აქვს ამ მიმართულებით და აქ შემოაქვს ტალიაშვილს აი ორმაგი ტვირთის პრობლემა, ხო? და having it all, რასაც ქვია, ხო? რომ ქალს ყველაფერი უნდა ჰქონდეს, რამდენად რთული არის ამის მიღწევა, რადგან მართა არის მთელი თავით გადაშვებული თავის სამუშაოში და აი მოთხრობის განვითარებასთან ერთად ის აცნობიერებს, რომ შესწირა საკუთარი პირადი ცხოვრება, ეს არ არის რომანტიკულ სიყვარულზე საუბარი, არამედ პირად ურთიერთობებზე და სოციალურ ცხოვრებაზე არის საუბარი, რომ ეს ყველაფერი შესწირა და რაც მიყვარს ამ მოთხრობაში არის ის, რომ რაღაც ბალანსის შესაძლებლობას სახავს ტალიაშვილი იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე მეოთხე ტალღის ფემინიზმში ასე თუ ისე გაკრიტიკებულია ეს მოთხოვნა და ძალიან სამართლიანადაც, რომ გმირი დედაც და საბჭოთა კავშირიდან გამოსულებს ისე რომ გმირი დედობა და გმირი მუშატყოფნა და გმირი საზოგადოებრივ გმირი წევრობა გვევალება, მაგრამ აი
იმის შესაძლებლობას ან პროფესიული კარიერისა და პირადი ცხოვრების თანაარსებობის შესაძლებლობას სახავს ამ მოთხრობაში ტალიაშვილი. თუ გვაქვს დრო დარჩენილი, შემიძლია ორი სიტყვით თანამედროვეობაზეც ვისაუბრო, ძალიან ხوار გადამიჭერბები არა. ლაპარაკობ საუბრობდი თან. ათიშული მაქვს არა კი, ანუ გაგრძელოთ. კი ბატონო, თანამედროვეობაზე მე პირადად როგორც მკვლევარს ეს პერიოდი სამეცნიერო ფანტასტიკის კუთხით არ მიკვლევია, თუმცა როგორც ამ ჟანრის დიდი მოყვარული, როგორც რიგითი მკითხველი, გარკვეული დაკვირვებები მაქვს ამასთან დაკავშირებით და შემიძლია რომ გაგიზიაროთ. დასავლეთში ძირითადად ორი ძირითად მიმართულება არის ფემინისტური სამეცნიერო ფანტასტიკის. ერთი ეს არის აი ყველაზე მარტივად რო ვთქვა მარგარეტ ეტვუდისეული დისტოპიური სამყარო, რომელიც რა თქმა უნდა ნაკანახევია სამწუხაროდ, აი იმ რეგრესული უკუსულით, რაც რეპროდუქციული და სხვა ადამიანის უფლებების მხრივ განიცდის დასავლური სამყარო და ჩვენ მით უმეტეს დღეს და აი ამაზე პასუხი არის აი ამ დისტოპიების დახატვით, სადაც ქალებს აქვთ აი ეს ექსტრაპოლაცია ხდება, ხო? აი რა დღეს რა მავნე ნორმებიც არსებობს, სადამდე შეიძლება განვითარდეს და ნუ ხევლის წიგნი არის ამის ძალიან ისეთი შავბნელი მაგალითი. და მეორე მიმართულება, რომელიც ასე გამოკვეთილია და არ დაწყებულა ეს მეოთხე ფემინიზმის ტალღისას, ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან არის ეს დაწყებული, თუმცა ძალიან შემოვიდა, ასე ვთქვათ, ხო, ამ ტექსტებში ეს მიმართულება არის პოსტჰუმანიზმი. აგერ დონა ჰარევეი ვახსენეთ და არის საუკეთესო აკადემიური სამყაროდან საუკეთესო წარმომადგენელი ამ პოსტჰუმანიზმისა, რომელიც ეს არის ერთგვარი გზნობელობა, რომ იდენტობა და სხეული შეიძლება გახდეს ფლუიდური ტექნოლოგიის დახმარებით. ეს შეიძლება ამას შეიძლება მივახციოთ თუნდაც კიბერნეტიკული დანამატებით და კიბორგების შექმნით და აქ უკვე ფაქტობრივად კარზე ვუკაკუნებთ ამ რეალობას და მეორე ეს არის სრულიად ვირტუალურ სამყაროში გადანაცვლებით, სადაც სხეული ხდება პლასტელინებით, ხო, რასაც გინდა იმას გაუკეთებ, რაც გინდა ის იქნება, შეგიძლია იყოს ყველაფერი ერთდროულად, შეგიძლია იყოს რაღაც ნაწილი რაღაცის, ანუ ერთგვარი ქიმერად შეიძლება გარდაისახო და ეს არის სხეულის დაკარგვა, რაც უნდა ცოტა პარადოქსულად ჟღერდეს, ძალიან კარგად უსვამს ხაზს პოლიტიკურობას სხეულის, ხო, რა ის პოლიტიკით არის დატვირთული ეს ფიანი სხეული და არჩევანის მოცემა, რა იქნება ჩემი სხეული, ხო, რას განასახიერებს ჩემი სხეული, კარგად აშიშვლებს აი ამ მიმართებას, ძალაუფლებასა და სხეულს შორის, ხო? თანამედროვე ქართული sci-fi უპირველესად ასევე ინტერესდება სწორედ ვირტუალური სამყაროთი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალური თემა არის ზუსტად ვირტუალური სამყარო, თუმცა სამწუხაროდ მეტწილად იმის გამოც რომ ბევრი ხალი ერთი-ორი გამონაკლისის გარდა ხალი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი არ გვყავს. ძირითადად ეს ინტერესი არის გადართული ისევ და ისევ აი პეიზაჟზე და პორტრეტზე რომ საუბრობთ, პეიზაჟზე არის გადართული და იკვლევს საზოგადოების ფორმას, ხო, როგორი შეიძლება იყოს საზოგადოების შიგნით წევრთა მიმართება აი ამ ვირტუალურ სამყაროში და როგორც წესი კაცის პერსპექტივიდან არის ხოლმე ეს დახატული. თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყო ზურაბ ჟიშკარიანის ბოლო ორი ნაწარმოები, სწრაფი ღამისიერი და თანაფა, რომელშიც ქალის იდენტობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად, მაგრამ ორივეში არის ქალის იდენტობა და სხეული არის ტრანსფორმირებული. თანაფაში შემოქმედის როლს ითავსებს ქალბატონი პერსონალობის დიზაინერი. აი ამ რაც ჩამოწერილი მაქვს ამებს ეხმიანება და ამიტომ ორი სიტყვით ამაზე შევჩერდები და ის ამას პერსონალობის დიზაინერი შემოქმედის როლს ირგებს არა
ბიოლოგიური თავისებურებებით სხეულებრივად ახალი სიცოცხლის დაბადებით, არამედ პროგრამირებით და ის ცნობიერებას ქმნის არა სიცოცხლის, არამედ სიკვდილის ნიჭის მიცემით, აი ამ ახალი სიცოცხლისთვის, ხო? დუალიზმის ამგვარი დესტრუქცია, რასაც თავად ტექსტი, ესეც ძალიან საინტერესოა, თავად ტექსტი თავისი ფორმითაც მისდევს, თავისი ფანტასმაგორიული თხრობის მანერით მისდევს აი ამ დესტრუქციულ იმას, ხო, მგრძნობელობას. აი ეს ამგვარი დუალიზმის ამგვარი დაშლა და სტრუქტურალისტური რაღაცა იმის ბევრ ისეთ სიტყვას ვამბობ ზურას ტექსტს რომ კითხულობ მართლა რაღაც წვინში აკადემიური ისინი შემოდის ტერმინები აი ეს რაღაც მონოლითურობის მოშლა გაძლევს ათავისუფლებს რაღაც სივრცეებს რომელშიც შესაძლებელია სასწაულის მოხდენა და ეს რაღაც სასწაული არის ძალიან საკრალიზებული ამ ტექსტებში ხომ გონი ბოლოში გავედი ერთადერთი ხო აი ამონარიდი მაქვს რომ თანაფადან რომ ცოტა ენაც შეიგრძნოთ რაზეც საუბრობდი და უბრალოდ იმით დავასრულებ რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეტი ქალიც და კაციც დაინტერესდება აი ამ მართლა უნოყირესი ნიადაგით და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს გამოიყენებს ბიოლოგიური ესენციალიზმისგან თავის დაღწევის მაგალითების წარმოსაჩენად. დიდი მადლობა.